მოდუსში შავი პარასკევია. პარასკევს შაბათს და კვირას, ანუ 30 ნოემბრის ჩათვლით. მე უგემოვნო ადამიანი ვარ და ნაძვის ხის დამოუკიდებლად არჩევა ვერ შევძელი. ცოტა გავღიზიანდი და გადავწყვიტე რამე მომეფიქრებინა. ამერჩია ერთი მომხმარებელი და რასაც ის შეიძენდა მეც ის შემეძინა. ამიტომაც ამოვიჩემე ქალბატონი მარინა. არ ვიცი რა ქვია სინამდვილეში, მაგრამ მარინა უხდება სახეზე. აიღო ელექტრობუხარი. მეც ავიღე ელექტრობუხარი. აიღო ეს ულამაზესი სუვენირი. მეც ავიღე ეს ულამაზესი სუვენირი. და ამასობაში ქალბატონი მარინა თუ რაც ქვია გაღიზიანდა. გადავინაცვლეთ სათამაშოებში. აქ მარინა არ ვიცი მე. სათამაშოები ლარი და 50 თეთრი ღირდა. დანებებას არ ვაპირებდი და რაც ქალბატონმა მარინამ აიღო, მეც ის ავიღე. უფრო გაღიზიანდა. 8 და 90 თეთრად გინახავთ სადმე ჩაიდანი. ლატეს ფასი ღირდა, უბრალოდ ჩაიდანი. შემდეგ აეროგრილში ხელი მომაყოლა და ძალიან მეტკინა. მაგრამ ვერ გაუბრაზდი აეროგრილზე, იმიტომ რომ 99 ლარი ღირდა. აქ ვიღაცას დაურეკა, ვისაც მისი ვალი ქონდა და გალანძღა. მეც არ ჩამოვრჩი და დაურეკა ისეთ ადამიანს, ვისაც ჩემი ვალი ქონდა და მეც გავლანძღე. აი, აქ უკვე აღარ ვიცოდი რა მექნა. მეც დაუნჯდარიყავი უნიტაზზე. რა თქმა უნდა, არ დავნებდი და დავჯექი. ვიღაცას უგზავნი და voice და მეც დედაჩემი მოვიკითხე. აქ რაღაცა გამოცდასავით მომიწყო. მაგრამ დანებებას არ ვაპირებდი, ხალხო! მეც ჩავწექი ჯაკუსში. შემდეგ ასე მითხრა, მოდი ვიმეგობროთო, ცოტა ახლოს მოიწიეო და მე როგორც ალალი ადამიანი მივიწიე და მივენდე. მაგრამ თმებში მწვდა და ცემა ტყეპა დამიწყო. მეც ჩავავლე თმებში და ჩემი მტერი წარმოვიდგინე როგორ ვწეწავდი. მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. შემდეგ მოდუსის მეორე განყოფილებაში გადავინაცვლეთ, სადაც ქალბატონმა მოიწადინა რომ გამთბარიყო. აქ ეგონა რომ უხერხულში ჩამაგდებდა, მაგრამ ნურას უკაცრავად მეც გავითბე. აქ ვერ წარმოვიდგენდი რომ ცოტა ხანში აქციის ქაღალდის ჭამა მომიწევდა, მაგრამ ქალბატონს არ გავახარებდი. დედა მტვერსასრუტი ასეთ ფასად გინახავთ სადმე? აქაც გამოცდა მომიწყო, აინტერესებდა მეც თუ ვიზავდი იგივეს და რა თქმა უნდა მეც მოვიტაცე ერთი კონსულტანტი გოგო.